მათთვის ჯერ არავინ მოიცალა. სანადირო თოფიდან დაჭრილი მოზარდი კლინიკაშია მოთავსებული ბავშვს თანასოფლელმა შინაური ფრინველის ქურდობის დროს ესროლა. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ბატი საკვებად მოიპარეს, გაქცევისას კი მათ ფერმის მფლობელი დაედევნა. ქურდობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ ადგილობრივებიც, თუმცა არც ფერმის პატრონს ადანაშაულებენ. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიცია არაეფექტურია, ხშირია უკანონობა და იძულებული არიან თავად დაიცვან. არასრულწლოვანი სანადირო თოფიდან გასროლით რაშადათ ალიევმა ბატის ქურდობის გამო დაჭრა. სოფელ ყულარში ყვებიან, რომ 4 ახალგაზრდამ ერთი ბატის მოპარვა და ავტომობილით მიმალვა სცადა. რაშადათ ალიევი მანქანას დაედევნა და ქურდებს სანადირო თოფიდან ესროლა. ტყვიამ შუშა და არასრულწლოვანი დააზიანა. ერთი ბატის გამო ბავშვს როგორ ესროლა, რომ მომკვდარიყო? ტყვიას სახეში მოხვდა. მთელი ოჯახი მისით სუნთქავთ. ჩემი შვილიშვილი და სოფლის სხვა 3 ახალგაზრდა მანქანით რუსთავში მიდიოდნენ. მდინარის პირას ერთი ბატი დაუნახავთ. მანქანიდან 2 ახალგაზრდა გადასულა და ფრინველი დაუჭერიათ. ჩემი შვილიშვილი მანქანიდან არ ჩასულა. ბატის მეპატრონეს თავისი მანქანიდან უთვალთვალებდა. გზაში დაეწია და მანქანის უკანა კარისკენ უსწრია, სადაც ჩემი შვილიშვილი იჯდა. ტყვია ბავშვს ყბაში და მარცხენა მხარში მოხვედრია. ექიმების თქმით, ტყვია არტერიულ ძარღვს სულ მცირე მანძილით აცდა. ახლა მე ვიჩივლებ, ქვეყანაში კანონი და პოლიცია არსებობს. თუ მას რამე მოპარეს, წავიდეს უჩივლოს. შეიძლება და ერთი ბავშვის გამო ბატის მოკლა? ვერ ვიჯერებთ ეს როგორ მოხდა. ამ ბავშვზე სოფელში ცუდი არავის უთქვა. ბატის ქურდობისთვის ადამიანის დაჟა შეიძლება, მაგრამ მოკლა არა. ბატების პატრონი აღიარებს, რომ ახალგაზრდების მანქანას ნამდვილად ესროლა. ამბობს, რომ მისი ოჯახი თავს მეფრინველეობით ირჩენს და ბატებს ხშირად პარავენ. პოლიცია დამნაშავეებს ვერ აკავებს, ამიტომ გადაწყვიტა ქურდი ფაქტზე თავად დაეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი დაიჭრა, რაშადათ ალიევი არ დაუკავებიათ. ის პოლიციამ უკვე გამოკითხა. დამირეკეს, შენს ბატებს იპარავენო. მეც ახლიდან თოფი ავიღე, ვიცოდი 4 იყვნენ და თავდაცვისთვის სჭირდებოდა. მათ მანქანას გზაში დავეწიე, რამდენჯერმე გავაფრთხილე და რომ არ გაჩერდნენ ვესროლე. ისინი ბატეს მთელ სოფელს პარავენ. ჩვენ წვალობთ, ამით თავს ვირჩენთ, ესენი კი ქურდავენ. პოლიცია მათ არ აკავებს, ამიტომ იძულებული გავხდი ასე მოქცეულიყავ. არავის მოკვლას არ ვაპირებდი და არც იმ არასრულწლოვნისთვის მისვრია განზრახ. ვიფიქრე, მანქანას დავაზიანებ და შეეშინდება თქო. ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ ეს ქურდობის პირველი შემთხვევა იყო. ბატი მდინარის პირას ნახეს. მაშინ არ უფიქრიათ, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა. ახლა უკვე იციან, რომ კანონი დაარღვიეს, მაგრამ პატრონის ამგვარ რეაქციას არ ელოდნენ. ჩვენ 4 ვიყავით, ლომბარდში მივდიოდით ჩვენი ნივთების გამოსატანად. ბატი რომ დავინახეთ, უპატრონო გვეგონა და დავიჭირეთ. ამასობაში ეს კაცი დაგვეწია და მარჯვენა მხრიდან გვესროლა. უკამჯდომი ჩემი მეგობარი დაიჭრა. მე მანქანა არ გავაჩერე, რომ დაჭრილი საავადმყოფოში დროულად მიმეყვანა. ჯერ შულავერის პოლიციაში სამართალდამცავი ჩავისვი, რომ გზაში არავის გავეჩერებინე. მე საავადმყოფოში წავედით. პოლიციამ უკვე ყველა დავკითხა. ბატის პატრონმა ისე გვესროლა, რომ არც გაგვაფრთხილა. რამე რომ ეთქვა გავჩერდებოდი და ბოდიშსაც მოუხდით. ბატის ქურდობაში მხილებული ახალგაზრდების სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახებიდან არიან. მათ მშობლებს ახლა ახალი სადარდებელი აქვთ. რა სახსრებით უნდა გადაიხადონ დანაშაულისთვის დაკისრებული ჯარიმა. სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. 4 ობოლ ბავშვს ვზრდი. ზამთარში შესაძ არ მაქვს რომ დავანთო და გავათბო. ახლა ჯარიმას რომ დააკისრებენ, როგორ უნდა გადავიხადო? დამღუპა ჩემმა შვილმა. არც სამსახური მაქვს, დავდივარ კარდაკარ, იქნებ ვინმეს დავჭირდე და მივეხმარო, რომ 1-2 კაპიკი მომცეს და პურის ფული ვიშოვო. კიდევ კარგი არასრულწლოვანი გადარჩა, თორემ სულ გავნადგურდებოდი. არ არიან ცუდი ბავშვები, მათზე ცუდი არასოდეს ხსმენია. მათ არ ვამართლებთ, ქურდობა ცუდი საქციელია, მაგრამ არც ბატის პატრონი მოიქცა სწორად. სოფელ მუღალოს მცხოვრებლები რაშადად ალიევის საქციელს იმ მოტივით ამართლებენ, რომ ქვემო ქართლში ბევრი უკანონობა ხდება. ხშირია ქურდობის ფაქტებიც. პოლიციელები დანაშაულს ვერ ხსნიან, ამიტომ ადგილობრივები იძულებულები ხდებიან თავად დაიცვან. ეს ახალგაზრდებიც ცუდად მოიქცნენ. ეს კაციც გამწარდა და ერთი შეცდომა დაუშვა. აქ ყოველდღე ზოგს ბატი და ზოგს ცხენი ეკარგება. არც ერთი ქურდი არ დაშივა. საინტერესოა, რას აკეთებს პოლიცია. სოფელში ბატი და სხვა პირუტყვი აღარ დარჩა. ხალხი წვალობს და ფრინველს ინახავს, რომ გაყიდოს, მაგრამ ვინაცლის. გამწარდა საწყალი და ესროლა. კანონი რომ კანონობდეს, ალბათ ამდენი ქურდობაც არ იქნება. ვინმე დააკავეს აქამდე? არა. ჯერ არ მსმენია, რომ ქურდი დაეკავებინათ.
მარნეულის რაიონში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 177 ქურდობის და 122 ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დადგენილია ინციდენტში მონაწილე ყველა პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ლაბორატორიულად სადღაც 60-65-მდე შემთხვევა გრიპის ახალი ვირუსის შეტევა დაიწყო. დაუმორჩილებელი ცხელება, თავის ტკივილი, მივარდნილობა და სუნთქვის გაძნელება. სიმპტომები, რომლებიც